ბიბლია მნიშვნელოვანი წიგნია, მაგრამ ის ნამდვილად დიდია. ხო, ის მრავალი წიგნის კრებულია, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იწერებოდა, მაგრამ ყველა მათგანი ერთ ისტორიას მოგვითხრობს. მას რას შეეხება ბიბლია? თავიდან ბიბლიაში ვეცნობით ბრწყინვალე გონების შემოქმედს, რომელმაც შექმნა ყოველივე და რომელსაც ღმერთი ეწოდება. მას აქვს ძალაუფლება იმისა, რომ არაფრიდან, ბნელი ქაოსიდან შექმნას წესრიგი, მშვენიერება და სიცოცხლით სავსე ედემის ბაღი. თავისი ქმნილების გვირგვინად კი ღმერთი ქმნის ადამიანებს. ებრაულად ადამი. ისინი ღვთის ხატად არიან შექმნილნი. რათა ღვთის მიერ შექმნილი მშვენიერი დედამიწა მართონ ღვთის სახელით. გამოიყენონ მთელი მისი პოტენციალი და შექმნან უფრო მეტი მშვენიერება და წესრიგი. ეს არის ისტორია ადამიანებზე, რომლებმაც ღვთის სიტყვის თანახმად საკუთარი ძალა უნდა გამოიყენონ შრომისა და სიცოცხლის მომტანი საქმისთვის. მაგრამ ისმის კითხვა, როგორ? ხო, ახლა ადამიანები დგანან არჩევანის წინაშე და ესაა ნაყოფის მქონე ხე. მათ შეეძლოთ ღმერთთან დარჩენილიყვნენ და მინდობოდნენ სიკეთისა და ბოროტების ღმერთისეულ განსაზღვრებას. ან თავად გადაეწყვიტათ რა არის კეთილი და რა ბოროტი. თუმცა ღმერთმა გააფრთხილა ისინი, რომ ასეთი არჩევანი მათ სიკვდილს მოუტანდა. ერთ დღეს ადამიანებმა მოისმინეს იდუმალი ქმნილების ხმა, რომელიც ეუბნება მათ, არჩევანი მარტივია. მოწყვიტეთ ნაყოფი და ის მოგცემთ ძალას და თავისუფლებას იმისა, რომ თქვენი ნების მიხედვით მართოთ ქვეყნიერება. მათ მოიპოვეს ეს აკრძალული ცოდნა და შედეგად ეჭვიანები და ეგოისტები გახდნენ. ამას შედეგად მოჰყვა დაანგრეული ურთიერთობები, ძალადობა, ძალაუფლებისთვის ბრძოლა და საბოლოოდ საქმე იქამდე მივიდა, რომ ბაბილონის ცივილიზაციამ ბოროტებას სიკეთე უწოდა. ღმერთმაც მიწის პირზე გაფანტა ადამიანთა ეს ცოდვილი მოდგმა. და აი აქ ბიბლიურ ისტორიაში ვხედავთ გარდამტეხ მომენტს, როცა ყურადღება მიემართება ბაბილონიდან გამოსული ქალისა და მამაკაცის ამბავს. ესენი არიან აბრაამი და სარა. ხო, ღმერთი დაჰპირდა მათ, რომ დიდ ხალხს წარმოშობდა მათგან. ერს, რომელსაც კიდევ ერთი შანსი მიეცემოდა სწორი არჩევანისთვის და თუ სწორად მოიქცეოდნენ, ეს დანარჩენ კაცობრიობას ახალ გზას გაუხსნიდა. სწორედ ამიტომაც ბიბლიის დანარჩენი ისტორია ამ ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. სამწუხაროდ ყველაფერი კარგად არ წარიმართა. ღმერთის პირადი ხელმძღვანელობის მიუხედავად აბრაამის შთამომავლებიც იმავე ცდუნებას ახყვნენ. ღმერთის გარეშე თავად განესაზღვრათ რა არის კეთილი და რა ბოროტი. მათი საუკეთესო მმართველებიც კი ცდუნდებოდნენ. ისინი, რომლებსაც უყვარდათ ღმერთი, ემორჩილებოდნენ მას და მისგან იღებდნენ სიბრძნეს. ისრაელიანებს მათივე წინასწარმეტყველები აფრთხილებდნენ, რომ ეს გადაწყვეტილებანი მათ ისევ ბაბილონში დააბრუნებდა. ოღონდ ამჯერად როგორც გადასახლებულ ტყვეებს. ასეც მოხდა. ისრაელიანებმა მარცხი იწვნიეს მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი იყო მათი წინამძღოლი. სხვებზე რაღა შეიძლება ითქვას. წინასწარმეტყველები ამბობდნენ, რომ ეს არ იყო ისტორიის დასასრული. ღმერთი ხომ აპირებდა ისრაელისთვის ახალი წინამძღოლის გამოგზავნას, რომელიც დაფარავდა მათ ცოდვებს. გარდაქმნიდა თავისი ხალხის გონებასა და გულს, რათა მათ სწორი გადაწყვეტილებები მიეღოთ. მთავრდება ბიბლიის ის ნაწილი, რომელსაც ძველი აღთქმა ეწოდება და ეს დაპირებანი შეუსრულებელი რჩება. თუმცა ბიბლიური ისტორია ახალ აღთქმაში გრძელდება. აქ ხედავთ ისრაელის მეფეთა შთამომავალს, იესო ნაზარეველს. მან თქვა, რომ ყველა ამ დაპირებას თავად აღასრულებდა. ის დაუპირისპირდა ბნელ, იდუმალ ბოროტებას, რომელშიც იყო კაცობრიობა ჩავარდნილი და წინ აღუდგა ამ ბოროტების ძალაუფლებას. შემდეგ კი გამოაცხადა, რომ ქვეყნიერებაზე ღვთის სასუფეულის მოსატანად იყო მოსული. იესო ასწავლიდა ხალხს, თუ რა იყო ღვთის თვალში სიკეთე და ბოროტება და რომ ნამდვილი სიდიადე სხვა ადამიანთა მსახურებაა. იესოს სიტყვებით, მხოლოდ მათია ნამდვილი ძალაუფლება, ვინც სიკეთეს აკეთებენ და მტერიც კი უყვართ. ეს დამაბნეველია, თუმცა ნამდვილად საოცარი, როგორც ის, რასაც შემდეგ იესოს შესახებ ვკითხულობთ. ის არის ღმერთი, რომელიც განკაცდა, რათა ისრაელისა და მთელი კაცობრიობისთვის გაეკეთებინა ის, რის გაკეთებასაც თავად ვერასოდეს შეუძლებდით საკუთარი თავისთვის. იესომ აიღო ჩვენი ცოდვების შედეგები და მისი მსხვერპლიანი სიყვარული ბოროტებასა და თვით სიკვდილზეც კი უფრო ძლიერი გამოდგა. ამის შემდეგ ადამიანთა მოდგმა ახალი არჩევანის წინაშე დადგა, რომელსაც ახალი ხე გამოხატავდა. ეცხოვრათ ძველებურად, თუ ყველაფერი თავიდან დაეწყოთ. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ისინი, ვინც იესოს სწორ გზას ირჩევენ, ღვთისაგან იღებენ ძალას. ადამიანებს, რომლებმაც იგრძნეს ღვთის სიყვარული და პატიება, შეუძლიათ თავადაც უყვარდეთ და მიუტევებდნენ სხვებს. უფალი იესოს რწმენა სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში. სხვადასხვა ადგილას შეიქმნა მის მიმდევართა ჯგუფები, მაგრამ მათ სირთულეები შეექმნათ. გარეგნული სიძნელე იყო დევნა, ხოლო შინაგანი დაბნეულობა და ცდუნება. ხო, რადგან იესოს კვალდაკვალ სიარული მართლაც არაა ადვილი. ეკლესიის წინამძღოლები, რომლებსაც მოციქულები ეწოდებოდათ, მორწმუნეებს სწერდნენ წერილებს, ან უგეშებდნენ და მოუწოდებდნენ, რომ უფალი იესოს ერთგულნი დარჩენილიყვნენ. ჰქონოდათ იმედი იმისა, რომ ერთ დღეს იესო მოვა და ყველაფერს შეცვლის. ბიბლიის დასასრულს ვკითხულობთ მომავლის შესახებ, როდესაც ბოროტება ამოიძირკვება. ცა და მიწა შეერთდება და ადამიანები კი ახალ ქვეყნიერებაზე იბატონებენ ღვთის სიყვარულითა და ძალით. აი რას მოგვითხრობს ბიბლია.
და რა აერთიანებს მის წიგნებს. საინტერესო ისიცაა, რომ თითოეული წიგნი სხვადასხვა ლიტერატურულ ჟანრს მიეკუთვნება და ბიბლიურ ისტორიაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს. სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ მომდევნო ვიდეოში.